Georgi, me brigadas midvar, eksperimentesi. Kariyerchi. Georgi, da karga puge, sheri khali sheri chirichina. Chirichina kiya marine kiya, marine. Megobaro. Kabarjova, salami. Ernet mit vin geris ase saksiamona. Khadi trigina. Kina. Navdilat tu gida titode. Marine Georgi Sassuli Ferat. Marine? Zodisi. Madlovt. Თქვენ უკვე ერთხელ მომეთ. ბიჭიკო, არქიტექტორი ჩამოიყვანე? გამარჯობა, წიწინა, გამარჯობა. არქიტექტორი? ჩამოვიყვანე. ახალგაზრდა? კი, ხაც 60 წლის იქნება. ის. ბიჭიკო. აჰა, დაიცი. რა უკნია შეჩვენებულებს. წიწინა, სათხარებია. გაციტაკდა. ეს რა მოგიტანია? ამ ხეებზე ხეთი არის. აღარ უნდა გახსოვდეს, აღარ ცმა და აღარ ჭამა. რა არ მინდა. ჯემეჟენი ჯირემე. რა დროს დამიფრთხეთ ძერა. თქვენ რა ვარად ჩამოვაგდები? რა ვიცი მამა ჩემს მეხუთე ესროლე, მაგრამ მამას აკრიტიკებ შილო. შენ რა ბო კრიტიკა გვეხმარებაო? მერე? რატომ შენ არ მოგეხმარა? ბავშვი ხომ არ ეგონია შენით არა? კინგასავით რომ დაგტიხარ ხებზე და აგრებული გაქვს სოფელი. ერთი საქმე, კოლმეორნეობის სამკითხველო გაქვს მონდობილი და იცი დღე და ღამე გამოგეტილი. რა უნდა გელაპარაკო ამის შემდეგ რა? სულ ამ კრიტიკაში უდგეხა, ჩემ წრიკინა, რასეთი ბიჭო ამბახში. ბავშვია 19 წლის გოგო. ბავშვი. სულ ჩემ ბრალია დედაჩემო რომ ამას წრიკინას ეძახია და ვიცი ნამდვილი სახელი მარინე სოფელმა დაივიწყა. დილიდან საღამომდე ჭრიკინებს და გამოცდებისათვის ალბათ სულ არ ემზადებს. აბა დააგდეთ თუ? ახლა ლისამა გიესტიკი. ხო, დააფარე ხელი დედაჩემო, დააფარე. ის გაგლია თბილისში წახვიდე და უნივერსიტეტში გამოცდები ამის მაგალითად შენ ჩააბარო. ნეტაიკი შემეც. ნუ გეშინია მამაჩემო, ყველა საგნებს ხუთებზე ჩავაბარებ, ხუთებზე. აბადელი. ისი ლოგი. აბადელი დელაშო ხუთებს დაგიწერე, ხუთებს. ხო, დედაჩემო. ეს ადილა თბილისიდან ჩამოსული არქიტექტორი ვიყოლებ. მარინე, დეიდელ პტესან ჩაივიდე, უცხარი ამოვიდეს. ლებია შენს მოეხმაროს. ბებია, მოდი ერთი კაცავი დავაჭერი. ხაკინა ბებია, კაცო მარი გეყოლება და კაცავი არ დაკლა. კაცნები დახოთოში სწორად ვერ მოგეხმარება. მე ახლა ბებია ელბიტე სადაა. მე სამკითხოდოს უნდა გამოდიარო. ხო გაიგონი მამაჩემ რა თქვა? სამკითხოდო დღე და ღამე გამოკეტილიაო. კარგი ბებია. აი გამარჯობა თქვენი. გამარჯობა ბიჭი. დიდი ხანია ურთით, თქვენ საწოდებო. კარგი ხანია ბიჭი.
მე ვერ მოუწია ხო ხედავთ ამდენი მაგათარიგებელი. გადაეცი წიგინა. აბრელი და უანელი ვანელი ვანელი. Bebia, ce să sunteți acude? Da, vrei să vină arhitectorul ce am obidet? Bebia, mama, scoa, dress și să ticneva să adilat. Bebia, ce mă ghițala? Unde dame smarovo? რატომ ერთხელ მაინც არ გავიტანეთ ჭრიჭინას და სამკითხველო საკითხი კონკავშირის კრებას? გიორგის დინებწენინებს. პირიქით, ის მოხარულიც იქნება ჭრიჭინას ჭკუას მოსწავლია. ქარის ჭკუის სწავლება ვის გაუძლია? ჭრიჭინა ხარი კი არა. დილის წელქის ციოა, რომელიც უცბად მოვარდება, ბუჩქებსა და ხეებს ჩაეკონება, ქოჩორს აუშვის და შენ ჩემოდნო მარტო მხატვარი კი არა, პოეტი ყოფილიყარ. ეხ მე რომ პოეტი ვიყო. ალბათ ლექს მიუძღვნ ჭრიჭინას. რატომაც არა? იმის ფრანგ ხარ ხატა. ერთი ამას უყურე რა დაუხალავ. ეს არის შენი წელქის ციო. მომეცლეო. არა ძმო, ამ სულაც ვერ დაგანებებ. ამას კეთლის გაზეთში მოვათავებ. ეს მე უნდა მომასაცროთ კედლის გაზეთში. დიახ. კარგი. ძალიან მეგობრობა კი გამიწია. ნუ გაწყინება მარიმე. ადამიანი ხანდახან ერთს ფიქრობს, მეორეს კი აკეთებს. მომასაცრეთ კედლის გაზეთში. მაგალითად, გასალე მაგიდა. Uite, dar am troiania. Magnifică. Malita, dar dacă de imată până afară, ce de uite, să vinge acolo. ჭრიჭინა, ცივი მიდიხარ? Are să și davdeli, ai? Mere გამოსვლის, და ახი როგორ გგონი? ისე თუ იხედები ციგში როგორ სამკითხო. რა ბეჯითი ვინმელყა? Sari mușcăteri, რა თქო? მე მინდა კარალევა მარგო. Კარალევა მარგო. მომეც კორკის დედა. მე კიდე წყნარი დონის მეორე წამი. აბა, ჩქარა, სამკითხოს უნდა დავკეთვა. დაკეთე. ისედაც ძალიან ბევრს მუშაობ. შენ არ გესმი? ბებია, ვინა ახლა იმი დამჭერი. აბა არ გენერებათ ქუჩურას დაკლა? რაღა ვაჭერ ახლა სტუმ. გაკეთეს ლობიო, ხალი, ბადრიჯანი. რა? ლობიო ვაკადროთ იმ ახალგაზრდა სტუმა. ახალგაზრდა? ხომიცით რომ ხანში შესულ ადამიანებს ხორცილნებს, მუხლებში ძალასარქმებს, სკლეროზს იწვევს, ტვინს ასუსტებს, აბა შენი საზრით ჩვენ რა გამიჭირდა საქმე ამ ბებერი არქიტექტორი? ყოჩაკ შვილო, ყოჩაკ. სტუმრის დახვედრაც ასეთი უნდა. გაიცანი. ეს დედაჩემი. ეს დედაჩემი კელპიდე გახლავთ. ეს კი ჩემი კალიშვილი, მარინა. დედა, ჩვენ ცოტა დაისვენ. შემდეგ ნახოთ როგორ გაგვიმასპინძდება ჩემი კალიშვილი. მობრძანი. ბებია, ისეთი სუფრა უნდა გავშალოთ. ისეთი რომ ხაჭაპოჩი ბლომა ჩადები ყველი. ჩადებელი შენ გარდადი ბებია. ხოდა. ვიზილებს. ვიზიკო. უх, რა კარგი დროს მოხვედი. მოდი კაცმები დამაჯერინე. რომელს ვიბრძანებ? ერთი არის. კოჩორა? კოჩორა ჩემი გაზდილია. ეგრეთ სუკანი ვარია. მეორე.
ხინჩილა. კარგად შეგითვალიერებია? ის ხინჩილა. ეს მოხუცი არქიტექტორი. შენზე უკეთესად. კაი გამარჯობა, დებეშა. აიმე, კირილე, ცუდი ამბავი, ხომ არ აფედი? მე და ცუდი ამბავი. გამოჩნდები იწყება 1 აგვისტოს. ველოდებით მარინე. კოსმის. ნატო და ირაკი. ფედიკო კიდევ ერთი კვირა და ფინიში მივემგზავრები. მართლაც ამბობებია? რა იყო, ბებია, რამ შეგატოვა? როგორ თუ რამ? ეს მაინც 5-ის სადგისტუმრე. ომში რომ არ იგდობრებ დეიდე ეფროსია რა მოხდა ასე ამბობენ პატარა აქვს 100 თვალი აქვს. ისილოკი. იჭიკუ ამბობდა. თბილისში მანკანერი ხა ქათმერი ისყრება. მე ადამი ფაროს ვიმყავს ამის მეკო. რას მგზავნებ ბიჭი მიხუმრა ალბათ დედიკო. დედიკო, ჟენი წირე მოშელი. მოდი ახლა მე და შენ ერთი ძველებური სიმღერა ვიმღეროთ. მე მღერება ახლა მე. ხო დეიდე ეფროსია იმღერე პროსიდე. შენ რომელი 25 წლის გონია ჩემი თავი. შეიძლება გადაწყვეტილი აქვს დაიწყოს აი ამ სკოლის გვერდი. ჩემი საზრით კულტურის სასახლე უნდა აშენდეს გამგეობის სახლის მათ. აი ამ თავისუფალ ფართობზე. უნივერმაღი კი აი აქ. აი ამ გზის ნაპირას. როდესაც მოედნის ცენტრში დაიდგმება ლენინის მონუმენტი, მაშინ თქვენი საზრით მოედანი მიიღებს არქიტექტურული ანსამბლის მთლიან სახეს, რა? დიახ. მარინე. გამარჯობა. მამაჩემი არ გინახა? მამაჩემი გამგეობაში. მართლა? აბა გადიქე. სად გადიხარ, რიძინი? მოდი მარინეს ჩაისკრეფაში უშვა. რომ არ მიცალია, კომიტეტ გამოცდების ამზადების არამ. იმეცადინე. აგრონომი უნდა გახდე, აგრონომი. აბა.
Იტეკილი მამაჩემი გამგეობაშია. მამაში და არქიტექტორი ფერმაში წარიგენ გიგია. ფერმაში? ხო. რა სურნელება? ხილასთან მიდიხარ? რა თბილისიდან ჩამოვედი არ მინახავ. მიდიქ მოვიდა, წავიდე. კაფეებს საჭმელი მოუტანე. შეასად არის? იქ არის ფერმაში. იმ ახალგაზრდათა შელაპარაკი. ისე კი ძალიან გაუძედა საუბარი. დაიცავით ჰიგიენური წესები. ხალი თავის დროს. ერთადაც ვიტამინური საკვები ყოველდღე მისცა. ვიცით? დავარდებოდ კრიალა. მადლობა. როგორ მოგვანატრეთ თავი? რახანია ჩვენს ფერმაში არ შემოგინახებია. გავიგე უჩემოდ ძალიან მოგიწყენია და აბა. ჩემი ცრემლის მდინარე აგიგდა. იმ დინარეს გაუფრთხილი ეს კაცი არ მოგწაწო. ვინ? ვინ და ყოველდღე რო ტრიალებს შენს ფერმაში? რომელი ეს ექიმი? რა თვინი იმუქება? იცოდი რატო? ამ ხულა ტიტილებში გარეული ალბათ ტრენად მოეჩვენე. არის შენი შანისკარტების ამბავი თუ არა? ვისის ტრედი ვარ და ვისი? ყვავი. ხომარგიდე მართლა არ გაყავო. საკეთე და გჭირდება ოჯახში თუ ელით იღებ ნაკვეთს ხავს ელით. ხესენას უნდა დაედოს ის ნაკვეთს ხარ. შემოვარდება ჩვენ ფერმაში და ჩემი ქაფებია და დამაჭიობე. ვარ დამნაშავე? საქარივით როდება საქარივით. არამდის შემოვიცდები ხოლმე. უბრალოდ ხელს არ არის საბჭო მოვაკრებინე. ფასელგული მიყავი. ვიქნები. სიცოცხლე რა იმერტანაკარე. რა გივიდე, ის ხუბო. რა მაგასაც აჩუბარი. მაგ ბენზინის სახელდებოდა. ერთი ბოთლი მაგრამ გადაიქ თავზე ერთი ბოთლი და ერთი ბენზინის სახელდებას ვედაპე. ჩემს გადაეკიდა ჩემს. ერთად გადაეკიდე ეს მაგა. არა საერთოდ მოხდი რა? ეგეც ხო რა? რა მოგივიდეთ რა ამბავი. კრიალა მამაჩები არ გინახარ. ამაშენ და არქიტექტურის სოფელში და. სოფელში და მე იგი მალე დაბრუნდები. ახლა მოდი რა ვაჩერებ და. მიბრძანდა თორე შენ მაგნული სურნელება თავი დამახვია. მე ბიჭიკო არ ვიყო. ბიჭიკო თუ ფეხი დავდგარ. მოდი, კაბა მოგადო. სადიყაა, ზებია? რამდენი ხანია აგრაფინა გელოდე? აგრაფინა, ისეთი კაბა უნდა სიმკერო, ისეთი რა? სტომარი მუშაობს. აკარი, რამდენი ხანია მოვიდა? მე კი სულელმა მთელი სოფელი შემოვიდა. რა, ბებია, სტომარზე? არა, ბებია, ბიბიკოს ნახვა მინდოდა. აგრაფინა, იცოდე კაბა არ დამიბიანო. პირას მოდი, გენასალზე მზად იქნებ, კარგი. არინე თქვენ მოკალით რა? დედაშვილო რა მოხდა ბებია?
მარინემ ზერა მოკლა. მართლა ბერბია? შიგულში მოაყვება. შიგულში? დილით გნახეთ მუშაობ. აბიჭი. საღამოს ხანი. ხელი კლანტაცია დაისწორდა კიდევ მუშაობ. პირდაპირ მიგვიშ როგორ შეგიძლია ამდენი მუშაობა. დილით გნახე გარბოდი. შუადღეს გამორბოდი. საღამოს პირია და ისევ დარბიხა. პირდაპირ როგორ შეგიძლია ამდენი სირბილია? რამცენი? სიმართლეს მოგახსენე. შენ გონია მე არ მინდა მუშაობა. მე და მუშაობას გული ვერ დაუდები. მარინე. არ შემიძლია მიწესთან გიბას გაჩერება. პირველად მე წასი ვიყარ. მე თავს დავადანე. მუშაობა შევეცვიდე შრომა ჩვეულებად გადამექცე. მე ალბათ ვერასოდეს ვერ შევძლებ. ეს ადგილზე გაჩერებას და მუშაობას. შენ ასე ფიქრობ? მე გიმგონია მალე ისე გამოიცვლები რომ შენ თვითონ ვერ იცნობ შენს თავს. თვითონ ინსტიტუტი გარდამქმნი? არა მარტო ინსტიტუტი. თვითონ ცხოვრება გარდაქმნი. კი. მარინე, მიტიკა. კრიალა. მიტიკა. გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა გოგოებო. კრიალა, მარინე, ხომ თბილისში მიდ. ხომ მიდიხარ? ხომ გარეთ მომინდა? აბა, არ შეგვარცხინა ისედე. აბა შენ. მარინე, ხოლმე უცილებ გამომიარე. ნახანდი. კაი გამარჯობა, ორივე მარინებს, კაი გამარჯობა. გამარჯობა დიდი კირილე. გამარჯობა. აღარ თხოვდებით, გოგოებო. რატომ ჩქარობ ასე ჩვენ გათხოვებას დიდი კირილე? იმიტომ ბიძია რომ ერთ-ერთმა უნდა გამოიცვალოს გვარი. მოვა თუ არა წერილი მარინე ფერაძის სახელზე, გამიჩნდება თავსატეხი. იცი რატომ? შენ რა გიცი ბიძია რა? წერილი შედის მეტი არა ვერ გაწუხე. მე კი ამბო ხუთმა უნდა ვარკვიო ვისია წერილი. ორივე მარინე, ორივე გიორგი სასული, ორივე ფერაძე. მიგეშენია დიდი კირილე. მალე მარინე გმირისწოდებას მიიღეთ და თავსატეხი არაფერი გვექნება. ისეთ კარგი რაგემა. აგერ ხართ ორივე და თვითონ იმტრიეთ ამ წერილზე თავი. ძირფასო მარინე, პირადად თქმა ვერ გავდე, წერილით მინდა გაგიმხილოთ ჩემი გრძნობა. ეს შენი წერილია მარინე, ჩემი? აი ხომ ხედავ ბიძიებო, რა გაუგებრობა შეიძლება მოხდეს, როცა მისამართი გაურკვეველია. გათხოვდით გოგოებო, გათხოვდით. Sadacığım gulsabnes. Sapışka da kalkıyor. Sapışka da kalkıyor. Nereye? Aferin onu dedi. Çıkar. გამარჯობა დედიებო, გამარჯობა. Biçiko, გამარჯობა. იცი რა მადარებეზე გვამიანდება. Biçiko, წელი ალამ რო გნახოს, ასე გამშვენიერებული თქვა დაკარგა. რა ხა. მერე? რა კარგეთ, ისეთი ძელი კოლმეუნება რომ გამოსუხარ, დადებრა. გულსაბნები დავკარგე, ბიჭიკო, გულსაბნები. არის თალიანი? აბა, დედაში მისახსოვ. აი! არა, ფიში არ მეშინია. როგორ ხარ? რა მარია? გულსაბნებს ვეძებ, მამა, გულსაბნებს. დაბროში გადაგარდა, დაბროში. თავი რატომ არ დაკარგა? თავი არ დამიკარგა. თავი ადგილზე მაქვს, მამა. ზედ გეტყობა შენი სიკეთე. რა ხანია დამორიალობდი, ერთი ჩემოდანი ვერ ჩაგილაგები. ყველაფერი მზად მაქვს, მამა. აბა, ტანჯაცმელი, წიგნები. გულსაბნები დამეკარგა, თორემ გულზე რატომ არ დაიხედე, გულზე? ой, აგერ
შენია? იპოვებია? დიჟანდენი ძერნის საგანძალა გამომესხალა. მეტიც გეკუთვნით, მეტიც. ესეთი ციდა გოგო, ორივე თითის არის გატრიალებს. ხანახეთ ხარიჩი. არა შვილო, არა, შენგან არაფერი არ გამომარაგებს. მოყევი ახლა საყვედურით. უნდა ჩამტარო ბავშვს საყუდიან წასვლა. შენ თუ არ გამოიესარცლე დედაჩემო ისე როგორ შეიძლება? რომ მთელი დღეა ამოდენა ქალს, ჭკუას ვასწავლი, ვარიგებ, მაგრამ რა, შეაყარე გადაც წარცვი. მიგეშინი მაღაჩები. რაც მითხარი, ყველაფერი ზედა. კი, შვილო, კი. არ გჯერა? ყურიდან. კარგად ვისწავლ. ვიანა ვიყო. ბიძერაკის და ბიჭოლა ნატოს ყველაფერი გავუგოთ. წერილები ხშირად მოვიწერო. ჩვენი კოლმეურნეობა არ დავივიწყო. კიდევ რა? ნუ მაგინდა. ადამიანი რომით ხდება ცნობილი და არა უსაქმურობი. ახლა შეაყარე კიდევ ცერცი? ხა? ხედავ. კარგად აგიმახსოვრები. რატომ ჯავრო? იო ჯავრო? რატომ ჯავრო? არა ნამდვილად ჯავრო. გაიცინე, ეხლა გაიცინე, თორემ აქედან ერთად არ მოვა. გაიცინე. შენთან სერიოზული ლაპარაკი ყოველდღე შეუძლებელია. რომ შენიცი შვილო, ოჯახი არ შემიწვი. როგორც კი გამოცდები ჩაბარო, ებეშით მაცნობე. ეს კოლეს დაგჭირდება. ოღონდ შენიცავდა შვილო და ყურადღებას შევიდა, აქედან არ მოგა. გაჩვენეთ ახლა, ეგოფათ. ბიჭიკო, იყიდი თუ არ მანქანას, ინტერესდა მომდიას ეგრეა. სკოლაში ყალბები არ ზაში არ გამჩივდე. ბიჭიკო, ქუჩაში მარტო აგო. მატარებელში. ხანჯერადი გადასწრო. ირაკლის და მისწოს მოკითხა. ხარი. ისინი მინახულონე. აბა, ერთი აქედდა მენახე ჩემო მარინე. მართად ქვეყნის თვალი გამხდარა. ჩემო ჭიჭინა, როგორ გაძილა. მოგზად. ბიჭონა, ეს თქვენ დედიამ გამოგიგდანა. მადლობა. ეს თქვენ დიდი ერაკი. დედი ელკიტემ გამოგიგდანა და შემოგითვალათ სიკვდილის წინ ერთხელ ნახოსო. რა დროს სიკვდილია? შემოდგომაზე მოვინახულებ. დიდი ერაკი, ამაში ჩხაბერია. მამამ გამოგიგდანა. ეს ბიჭიკოა. ჩვენი კოლმეურნეობის წაბედა უნდა იყიდოს. აბა, ბიჭინა, მოგიყვებით თქვენი სოფლის ამბები? ჩემი გიორგი როგორ არის, ა? კარგად. მადლობა. რა ამბებია თქვენთან კოლმეურნეობაში? წელს ბევრი წაი მოკრიფი არა? ჩაი ბევრი. ბიჭერაკი, მამამ შემოგითვალათ ისაო, პროექტის საქმე როგორ მიგიშა? პროექტი კეთდება. თინა, დაურეკე არქიტექტორ ნამორაძეს, რომ პირველი საათისათვის ინსტიტუტში მოვიდეს პროექტის ნახაზები. კარგი, მამა. მისმენთ? გამარჯობა. ჩვენთან არის ახალი? ჩვენს ბინაში ამ დილით მომღერალი ჩიტი შემოფრინდა. ვინ არის? არ გეტყვი. მოგზანდით და გაიცანი. ინსტიტუტში მისვლა არ დაგავით.
Aprinda, Korea, Prinda, Rajlichaya, Diram, Zetambe, Zadedalsa. Chata! Ah, Chaibara, Shelfito. ლევან მოიტანე? აი მეგობრობას ასეთი უნდა. შეხედე რა კარგად გაუკეთებია? დედა, ხომ კარგი დერა? ჯერასი კარგი ჯერ არ გამიგონია შვილი. Salam, Dede Tama. კაკაბ, ხო, არც იმიკიდებს. ერთი ამიცანი რა სილამაზეა წერაში. მიპასუხე ერთი. მოასწორებ. შენ რა იცი, ლევან? შენ რა იცი? რა სილამაზეა ამ წერაში? მოიცა. შენამ წერამ რაღაც მეტისმეტად აგაღელვა. იცი რა. მიდირა? მოიყვარული ძმა. სოფლიდან ჩამოდი. დიახ, სოფლიდან. ინსტიტუტში შედიხარ? ინსტიტუტში აგრონომია. სწორედ თქვენ გირდებით. მე, ჟურნალისტად უნდა გადაგიდე. ჟურნალისტები? ჩავიდეთ აი იქ. არა, მე ვერ დამოლდე პროფესორს ულოდი. არაფერია, გოგონა, ერთი წუთი, გოგონა. გადაგიდე. აი ეს. არა, შემიძლია. ციგნი ხელში. აი, ასე. არა, შემიძლია. არა, ასე. მოიწია. გაიგებთ, გოგონა? ლევან, შოთა განზევიდე. მარინე. შოთა. მარინე. ოჰო, აი თუ ნორმალმა მღერავჩიძე მელაპარაკებოდა თვითონ. სახლში მიდიხარ? პროფესორს ელოდება. დიახ, პროფესორს. პროფესორი? არა, ბიჭიკას ველოდები. აი ისიც. ნახე, მანქანა უყიდია. არ დამხარ. მოდი. ლევან, შეიარე ჩემთან სამსახურში. უთხარი, შენებლობად წავედი. მოიცა. იცი რა. მიდირა სიყვარული ძმა. Aprinda, Korea, Aprinda. უკვე 9 საათია. მესამე ღამეა შოთა 100 ადრიანში. დედა თამარ, წერას ამბავი ჩეხოვის თოლიას ამბავს მაგონებს. თქვენ ყოველთვის აზვიადებთ ჩემო ლევან. თუმცა არ დგასაკვირია, თქვენ ცოტა რომანტიკოსი, ცოტა ლირიკოსი ბრგანდეთ. რეალისტი? მხოლოდ რეალისტი. არა, მე არ მინდა თქვენ აგაღელვოთ, მაგრამ ჩემი ვალია, როგორც შოთას მეგობარმა, გითხრათ სიმართლე. თქვენ როგორც დედა, ბედნიერი ვიქნები შვილის ბედნიერები. დედა თამარ. არა, მე კარგად ვიცნობ ჩემს შვილს. მე დარწმუნებული ვარ, რომ
ასეთ გადამწყვეტ ნაბიჯ ცხოვრებაში ჩემი შოთა დედის რჩევის გარეშე არ გადადგას. დედა! შოთა! აი ჩემი მარი. დედა თავა მიულოც ასე მთელი დღე დაგაკო შეიძლება? ხვალ გამოჩნდა და ჩათაბარებე. მარინე გერას აიღებ ბილეთ ნომერი 13. ოშაძე თენგიზი დაიწყეთ ერანი მხოლოდ მაშინ ასრულებს თავის სვალს უკეთესად, როდესაც თავისი ქვეყნისა და ხალხს უკეთესად ემსახურება. მაგრამ მას მხოლოდ მაშინ შეუძლია თავის ხალხის უკეთესად ემსახუროს, როდესაც კარგად იცის თავისი ხალხის ცხოვრება და ღრმად ჩასწრება მის ჭირვალა. საკმარისი. თავისუფალი და. სანიკიძე ნათელა მოგიღებს ბილეთი? ძველი ქართული ლიტერატურის მთავარ თემებს ქალვაშის სიყვარული, გრაინდულ გმირული თავგადასავალი და რელიგიური განცდებით შეადგენს. ზორია რა დამახასიათებელი ვაჟა-ფშევანის შემოქმედებაში? ვაჟას შემოქმედებაში ყველაზე უფრო დამახასიათებელია ბუნების ყველა საგნისა და მოვლენის საყოველთაო გასაგებია. საკმარისი. თავისუფალი და. მინდა ქჩეკიდე? ფერაძე მარინე მოგდანდით? დაიწყეთ ხომოიფიქე. ნუ მესამე როგორც ხედავთ თქვენ ბილეთი არ იცით. რა შეგიძლია გითხრათ გამოჩენილი რუსი მეცნიერი მიჩურინის შესახებ? გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე კოზლოვი დაიბადა ქალაქ მიჩურინში. თქვენ გინდა ვთქვათ, რომ მიჩურინი დაიბადა ქალაქ კოზლოვში? დიახ. ქალაქ კოზლოვში დაიბადა გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე კოზლოვი. მიჩურინი. დიახ, მიჩურინი. მიჩურინი დაიბადა 1855 წელს დაიბადა გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე მიჩურინი. შემდეგ გალაკ. ივანე ვლადიმირიძე მიჩურინი დაიბადა 1800 ჩვენ უკვე ვიცით როდის და სად დაიბადა. დიახ, ჩვენ უკვე ვიცით როდის და სად დაიბადა გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე მიჩურინი. მიჩურინმა სცენარებთან შერჩევის გზით მიჩურინმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვანკანახევრიანი ანტონოვკა, ეგრეთ წოდებული მიჩურინის ვაშლი. დიახ, სცენარებთან შერჩევის გზით მიჩურინმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვანკანახევრიანი ანტონოვკა, ეგრეთ წოდებული მიჩურინის ვაშლი. შემდეგ სცენარებთან შერჩევის გზით მიჩურინმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვანკანახევრიანი სხვას რა სიტყვით სხვას? სცენარებთან შერჩევის გზით ანტონოვმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვანკანახევრიანი ვაშლი მიჩურინის ვაშლი გირვანკანახევრიანი ნახევარგირვანკიანი მიჩურინის ვაშლი ეხლა დამშვიდით, უკეთ მოემზადე და მომავალ ჩაგვაბარეთ. დაწვა. ვაშლი
ბასკი მიჩურინის ბასკი ეს მიჩურინის ვაშლი არა, ჩემი ვაშლია, ჩემი. ეს მიწირი გელდა. ვაშლი დაკი. აჰა, აი. აჰა, აი. აბა გავიგოთ ვინ გახდა სოციალისტური შრომის მირიწოდება. და გადაეცეთ ლენინის ორდენი და ოქროს медаლი, ნამგალი და ჩაქუჩი. ქორიძე, შალვა ისიდორე. ქორიძე. ეს კონჩენი სოფლიდანაა. მეურნეობის ბრიგადი. არქივი მაგასაში ტრიჯინაც დახი. როგორ? ტრიჯინა? დიახ. არა დიდა, მე თამრი გონქრია, თამრი. არა ტრიჯინა. არა მე თამრი გონქრია, თამრი. სუჩუმას აბაყული და მარინე გიორგის დასი. სოფელ ნაგომარის ლენინის სახელობის მეურნეობის მერგოლი. ეს ხომ ჩვენი ტრიჯინა? ტრიჯინა? სოციალისტური შრომის გმირი? მაგო შეცდომა. ხომ გაიგონე? ფერაძე მარინე გიორგის ასული. ბრძანებულებაში შეცდომა არ შეიძლება. დამჯერებელი არაფერი არ არის. მომილოთა შემოდაიგონი. დაიგონი ჩემო კარგმა მეგობარმა მიიღო სოციალისტური შრომის გმირობა. მე მაგ გოგოს თავიდანვე შევამჩნიე რომ ერთი სიტყვით დღევანდელი სადილის მიზეზი მე კი არა ტრიჯინა იქნება. მამიკო, აი თუმე რატომ დაფრინავდა გუშინ სიხარულისაგან ჩემი ტრიჯინა? იცოდა ეს ამბავი და დაგვიმალა ეს. არა, ტრიჯინა მშვენიერი გოგონა. გულკეთილი, თავდაბალი, ნიჭიერი. 19 წლისა და უკვე სოციალისტური შრომის გმირი. რასაც იცხოვთ ჩავიჭერ. ჩაიჭერი. რა ვქნახლა? თავს ხარ მოვიკლავ არა? წარმოვიდგინეთ წინ. ერთი ჩემი მეგობარი ხდება ჩვეულებრივ გოგონას. შეიხმარებს. გადაწყვეტს მის შექმნას. მეორე დღეს ამ ჩვეულებრივ გოგონას ენიჭება სოციალისტური შრომის გმირობა. არ არის ეს გასაოცარი ბედი? საინტერესოა ვინ არის ამ გასაოცარი ბედის პატრონი. მალე გაიგებთ ვინც არის. ლევან, თქვენ დღეს რაღაც რებუსებით მელაპარაკეთ. ამ ბოლო დღეებში ჩემთვის ყველაფერი რებუსია. ირა, შეგებე, გმირი ქალი კიდეზე ამოდის. სამშობლო მარილე. ჩვენ საკევან მარინეს გაუმარჯო. ეს მაგო გეგონა ვერ გავიგებდი. მოდი. მადლობა. მოგაიგე. შიხრა ამბავი მოგვიტანა. ყურადღება. მე ვიმოძეთ გადავიღო ჩვენი სახელო. არა. ხოლო სადიმო კაბაში. ხარში. ტრიჯინა. აბა თქვენი გამოიცვალე. ტელეფონთან. ალბათ ლევანმა უთხრა, ჩემი და შოთას ამბავი. რამდენი მასინე? ნონა, მოგწონს ეს გოგონა? რა მოხდა? სოფლიდან ჩამოსული ჩვეულებრივი გოგონა. ეს ჩვეულებრივი გოგონა სოციალისტური შრომის გმირი გახავს. მარინე გიორგის ასული ფერაძე. მარინე გოგონა. მისი გმირობის ამბავი დღეს რადიომ გამოაცხადა. ხოლ გაზეთებში იქნება. აი თურმე რას მილოცავდი. ლევან, შენ რაღაც ძალიან დაინტერესებული ხარ ამ გოგონაზე, მე არა, მაგრამ ჩემი მეგობარი კი. ახლა უნდა უთხრა სიმართლე. არა. მე მირჩევნია ვარსკვლავს ხედავდე ქალის ბუნკერზე.
ვიდრე სისხლორეულ სივრცე. მე უნდა გითხრათ რომ სალამ თქვენ მოგითხრობდეთ თქვენი გმირობის შესახებ. არა მე გაგიჩვენოთ ერთი ფოქს. ყურადღება, გამოვუჭირეთ. მარინე. შოთა თქვენაა? მარინე ძირფას. დედა ძალიან გახარებულია. დიდი სიხარული დგინოთავს. ძალიან მახარებ შენი ამბავი. ბაბატიე, მაგრამ არ მეგონა თუ ასეთი გამოჩენილი ქალი იყავი. მე გამოჩენილი? არა შოთა, არა. მოვდივარ. ახლა მოვდივარ. შოთა. შესაძლებელი გოგონა ხარ. მე ბაბა მოშენი. არა, ბიდი, ირაკლი, მე არა. მოგრძანდი პატიჩეს ალექსანდრაკი. ბიდი. ეს შემინათი საი გოგონა. მაგის ამბავს ახლა მოგიწევ. მოგრძანდი. ტრიჯი, ეს შეჭადი. და დიხურ სასათვლები გამოიცვალე. ტინა, მე არა ვარ, ტინა. გურება არის. მოგდამინე. დიდი ეფროსე. დიდი ელპიდე. მარინე. მამიკო, ტრიჯი ნაერთებარა. როგორ თუ არ სადარა? მარინე ბიჭიკოსთან ერთად მანქანის სოფელში წავიდა. სოფელში წავიდა? აფერმეთ. როგორც ჩანს, ტელეფონით სოფლიდან რაღაცა სწავლა. ამბავი. დამოხდა. გარდაიცვალა ედია ელპიდე. ეიდელპიდე გარდაიცვალა. ეიდა ელპიდე. რატომ მარინე არ გვითხრა რაფერს? კეთილშობილი გოგონა. არ მოინდომა გაემწარებინა ჩემი დაბადების დღე. ნატო. დღეს უნდა წავიდეთ სოფელში. კინა, გავგზავნეთ ეპეშა გიორგის. შევკეთეთ გვირგვინეთ. ნება მომეცით, გვირგვინები შეუკვეთო. მე თქვენთან ერთად მოვიდივარ. ნუ გეშინია ტიჯინა. კარგად მოემზადები და გამოცდებსაც ჩააბარებ. ეპეშა, ეპლოსკიდე, ეპეშა. მოვიწერე ხელი, ელვათ ეპეშა. მოვეცით, ცუდი ამბავი, ხომ არაფერია. მე და ცუდი ამბავი. თვალებზე ბინდი გადავეხარა და მიგიტყე გენაცვალ. ხარეთრებლი დავსტირით ძვირფას ელპიდეს ხედა. ბრავო, ელპიდე მომწერაო, ჩემი ელპიდა. ვაი! ხარეთრებლი დავსტირით ძვირფას ელპიდეს ხედა. ой, ჩაებროთინე, აფერ მიხარ, დადა. უშითოთანი ყოდა, ეტრა მოვიდა, ეტრა. ატალი ელპიდე. ამოხდა ბებიაჩინე. აგეთი შეფოსის არამბავია. კაკო, რა ამბავია? გამოხდა რა ამბავია?
მარინეს ხომ შემთვრა? მარინეს? ვაი ბიჭო. ბიბია კიდე მართლა მომკვდა. რა კიდე? სანარი ჯები ჭრიჭირა ბიბია. ასკვა. ყველა ცოცხალია შე აღგატინეს ბიჭაკირი. რა ვიცი ბიჭია. ყველა ტირონა და მე თავდირდი. გიორგი, ნუ გაშინია გიორგი, ყველა ცოცხალია. გიორგი. დამაგებინე ბოლოს და ბოლოს რა ჩნიათ საქმე? მე შენ გეკითხები ჩემო ირაკლი. ვის შემოუტანეთ ეს გვირგვინე? მაწვილო. რას ნიშნავს ყველი ეს? თხოვთ მაპატიოთ, მაგრამ შოთა მე წარედ მომატყუეს. არ მოველოდი ამას მარინე. შოთა ამ ხნის კაცი ვარ და ასეთ ამას არც შემსწრები ვარ და არც გამიგონია სწორად. რა გითხრა? არც მე გამიგონია ასეთი ამბა. ფიქრობდა ვერ გამიგია. რა დასჭირდა ჩემი ასე გამასხარეება? ერთმო, წავალ ბილეთებს ავიღებ, თორემ უკან არ გაგვატანონ ის გვირგვინები. ამას ვისხედავ. საიდან სადაო? რამდენი ხანი არ შეხვედრი ვართ ერთმანეთს. გამარჯობა არჩილ. იცნობდეთ, არქიტექტორის შოთა ნამორაძე. აგრონომი არჩილ დიდია. არჩილ, შენ თბილისში მოდიხარ თათბირს? თათბირზე არა. საოჯახო საქმეები აქვს. ქალს ვირთავ. მართლა? ვის ირთავ არჩილ? მარინე ფერაძე. მარინე ფერაძეს? სოციალისტური შრომის გმირს? როგორ? თქვენ იცნობთ თუ? მარინე ფერაძეს ვინ არ იცნობს? რადიო მის ამბავს ხვდება და გაზეთი. ოდიში, როდის გადაწყვეტეთ ეს ამბავი? თქვენას რატომ გაინტერესებს? დღეს გადავწყვიტე. აპატიეთ? დიდი ხანია გიყვართ ერთმანეთი თუ? რა თქმა უნდა, დიდი ხანია. აბა როგორ შეიძლება ასეთ სერიოზული საკითხის უეცრ არ გადაწყვეტო? სწორედ. როგორ შეიძლება ასეთი სერიოზული საკითხის უეცრად გადაწყვეტო? ნახვამდის. ამი. ეს ვინ გამაცა?
ვიცი. დედავი რა მოუვიდა? დობა ადვილად მიითვისე. ბებია შენი ელფიდე მკვდრად გამოაცხადე. ერთი სიტყვით საქვეყნოდ გაიწვის სახე. არა, მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. სიტყვა შენთან არ გადის, იქნებ ჩემამ გამოგასწორო. ჩემე მამაჩემ. ჩემო რა საგადისია? დადი მომხდი. ორდოდი და ხუჩ შემათვალებმა. აში ხარი. გაგიჟდი ბიჭო. ნახში გიდა ჩაგდო. შენი ბრალია დედა ჩემი მგოგოს ასეთი ფუქსავატული არ გა. ძალიან კარგი გაზი. შენი გაზრდილია და შეგეკავდა. ნუ გეწკიდება გიორგი და მარინეს სახლდაში შენ წაგებ პასუხს. ჩემო ირაკლი, შენ კარგად იცი მარინეს დედა ადრე გადაეცა. შენზე სულ პატარა დამჭი. თავის მართლება რა საჭიროა? ისე მე მგონია იმ ამბების შედეგად, რაც გუშინ და დღეს აქ მოხდა, მარინე ყველაზე მეტად დაისაჯა. დიახ, მარინესათვის ეს კარგი გაკვეთილია. ჩემთვის არის კარგი ობეთი. არა მარტო თქვენთვის, ამ გაკვეთილიდან დასკვნა მეც უნდა გავაგებო. როგორც კომკავშირის კომიტეტის მდივანმა და როგორც მარინეს ამხანათმა და მეგობარმა. თვითკრიტიკა მეტად სამართლიანია. თქვენ ფიქრობთ, ჩვენი საზრით მარინე უეჭველად უნდა ჩაევას მუშაობაში. სწორია, არა თქვენი ჭირვით არა. ტყუილიც და ტყუილი. მე მგონია თქვენ ცდებით ბიძია გიორგი. აი, ნეტავი ვწდებოდე. შენ შეარწმუნე არა მარტო ოჯახი. შენ დანაშაული ჩაიდინე კომკავშირის. მეგობრების წინაშე. დროა. ჭუად მართე. შენი ასე ცხოვრება ყოველდღე შეუძლებელია. ჩვენ ველაპარაკებით და ეს კი შეაყარე კიდევ ერთი. იქნებ ფიქრობ შენ აქციას ვინმე გაამართლებს. მე არ მithქვი გამართლებს. თქვენიც მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. რომ მე ფუქსავატი გოგო. მაგრამ თქვენ არ იცით აგრახდი. შეწყვეტია. დედა გამიგებდა. შეთა მოვატყვი. დავგა საყვარელი ადამიანი. გდარია ჩემი გული. გადავდა ჩემი ცხოვრება. Izilam უნდა გაწყვიტოს ყველა მამაკაც. გამიგდე სახლიდან. ჩემთან წამოდი. ხუმიჩი ჩაისკრება. მე დაგეხმარები. მუშაობაში ეჩვევი და დარწიც გაქრება. ყველასათვის საყვარელი გახდა. მე ჩემთან წამოდი. ჩემთან შევია ჭიჭინა. თამაში იმდენი საქმე მაქვს. გუშინ ინკუბატორში პატარა ძილები გამოიჭიქა. უღლა. შეხომ გიყასწინდა ჩემთან წამოდი ჭიჭი. პატარა ძილი. მარია. რეალასთან წადა. შესაძლოა მუშაობული ვიქნები. შეწყდა აღარ შეიძლება სახში გაჩერდა. ჭიჭინა, ახლა თუ ხოლმე დაგიყვანოთ ფერმაში. ბიჭიკო, ახლავე დამიყავთ. აღარ შემიძლია სახში გაჩერდა. Ჭიჭინ. გაიგე. აი ვიდეო გეკითხა. Adi. Leșeli muşavi skiveli tăia. დილის 6 საათზე გამოცხადები ადგილზე. გააღებს საკაცნე. უპირველეს ყოვლისა სასმელი წყალი. ძველი უნდა გადაყვარო, ახალი დავა. დარეცხავ ჭურჭელს და მისცემ დილის საკენს თუ არა, გამოხვედა საკეთს.
იატაკი კარგად უნდა მორეცხო ყოველ დღე. კედლები კვირაში ორჯერ კირით უნდა შეასეთო. აი აქედან იწყება შენი მუშაობა. აქ 500 ტიტილია. 500-ვე სანაშენო ფრინველად უნდა გაზარდო. იცოდი ამას აბსურდო უნდა დაემართო. თავით ჯერ უნდა დამოწილდეს. ჩამიბარებია შენ. აბა, შენ. დილის 6 საათზე ავით. იატაკი მორეცხი. კვირაში ორჯერ კედლები კირით შეაკეთე. შენი როდის დაიზრდები? არც თავი არ უნდა აქტივდეთ, არც სურდო არ უნდა დაგემართოთ. გესმის? თქვენ დედა არ აკეთებს, ხო? თქვენ ინკუბატორში გამოჩეკილები ხარ. ტრიტინა. ტრიტინა მოტრიტინა ბუა. მერენა, იტრიტინე, სიტრიტინე შეშუტაჭიჭი. შუმა დახმაურობა არ შეიძლება. დადი, თქვენ საქმეს მიხედა. დადი. ამას სურდო არ დაემართო. მარინე. როგორ მაგანატრით არის? საგამოსწრია და კიდევ მუშაო. რა დრო გასულა? შენ არ ამბობდი, ეს ადგილას გაჩერება არ შემიძლია. ეს მაშინ. ახლა კი შენ კარქალობაზე მთელი სოფელი ლაპარაკობს. კორესპონდენტი იყო შენთან? კი. კაცნების ხელში სურათიც გადამე. შენი ბრძანებელი მოვიდა. დამები გოგოებს.
ხრიალა. რატომ ხდება ასე რომ ადამიანი ზოგჯერ ხელს უშლის საკუთარ ბედნიერებას? არ მესმის რაზე ლაპარაკობ. აბა რა გამოდის? იცით იტანჯება შენ აქ. არ უნდა მოეღოს ამას ბოლოს. რა? ჩვენი შეხვედრები მუდამ ჩხუბით თავდება. ალბათ არ იყო. ასეთი ჩხუბი ზედმეტი სიყვარულის ბრალი. შენ ასე ფიქრობ? არა ვარ მართალი? როგორ ჭი? დავალ ძილებს ახლა. შენ აგრძანდები? შეხლა ხომ არ გამოგაგდეს აქ სამჭირო მოყვები. ხილი მოგიტანე. რა ყურადღებიანი ვძანდები. გამარჯობა ძიძინა. გაგიმარჯობა ძიძინა. უკოსკერა სარდისაგა ძაღლი კაც აქ ცეცხლი ქარიშკალი ბრიგალი მიტრიალი მე რა ვარ რა გულში გიდეთ რამდენჯერ დააპირე მაგრამ ვერ გავდექი რა არის აქ გაუბედა შენ გადაჭრი დაუშვი საკითხი ან ხო ან არა ნუვეცი ან ხო ან არა ხრიალა ხრიალა მომიწმინე რა უნდა მოგიწმინო ამჯერად ხრიალა მომიწმინე მეტად სერიოზული საქმე მაქვს საქმე? რა საქმე გახსნეთ? ხრიალა ცეცხლი მეკიდება ცეცხლი გეკიდება? მერე და ყარი დაილი ამ ქვეყანაზე? ხრიალა შენ ხუმრობ და ვერ წავდნია მოდენა კაცი აბა როგორ ჩამოხმი შესაძლოა ხრიალა მომიწმინე თორე არ ვიცი რა ხიზარ რაც კი ნაიცქენ დედა რა ფაშინებ ნეტა ასე ხომ ვიჭიკო რა შვები აქ ვიქნები სანამ არ მომისმენ მაინც ცეცხლი გეკიდება და წყალი ჩააკრობ ვიყავ მოგიხდება ვიქნები უნდა ვნახო ერთის თანამიდგები მან ვიჭიკო დაიხურე კოლგა დასმევდები შენ გული კი არა მაგაც ხა ვიჭიკო რა მოხდა არ მეტყვი ადამიანო ვიჭიკო ხრიალა მიყვარხარ რამდენი გითხარით რომ აქ შემოსვა არ შეიძლება ეს არის შენი საბალოება დია ხვიდე დავას თავმჯდომარის განკარგულება ფერმის გამდის რეზოლუცია და შენ ვინ ბრძანდები ისეთ რომ კატოს ამბობ რა იქობს იგიცილო ვიცადე რა იქობს ამხანაგო ნუხმაურო ხათმის ნერვებს ნუხმის ხათმის ნერვებს უხილები ადამიანმა რა დააშავა ერთი მიწარი აი რამბავი აი ამხანაგო თავმჯდომარე ეს განკარგულებას არ ასრულებს თავის დადგენილებას არ ემორჩილება სანაშენო ფრინველს აბაზობს და გეგმას იტილები გავატანებ დახო სანაშენო ფრინველი გადატანებ და ამხანაგონის იდოა საყვედური სამართლიანი ამხანაგიორი შვიდობა აკავრობას და ტიტილები ჭირვან გამისწრდა ქართლებს ისეული მელია შეეცდა და პროგრამი ჩანაგა და ახლა ყველაფერს ხوار გაითვალისწინებს და ირის დასახოსა და მელიების შესაქმნელად არ ვდის ჩვენ აქ სანაშენო ფრინველი ყველაფერი ვახმანი ამას მოიცე მარინე სანაშენო ფრინველი უნდა გავატანო ორფეხანელიებს შეაჯამონ არა მაგისტრი ნუ გეთქება ახლა ახალი ფერმის გამდევყავს და თოფიანი დარაჯი ჩვენ ქართველს ახლა მელიებს შევაჭმევთ მეზობელი გოგმეურნეობა უნდა დავეხმაროთ არა მე მაგას საქმეს არ გავაკეთებ ეს ვიყოფილ
მამა შენი გეუბნება ქათმე მიეცე და შენ მე უას მეუბნები? ქათმები ჩემი გაზდილია და არა მამაჩემი. ამხანაგო მარინე. ქათმები შევარჩიე და თქვენი ხელის მოწერაა საჭირო. იმათ დარჩეული ქათმები და მე კი ხერხემიერი გინდა გამისურა. იმათ იციან ქათმების მოზა ახანაგო ისიდო. ახალია. ისალე რამე. თუ გაცხარ ისალე რამე თან პირდაპირ გავდიჯდებ. რა უხნა? პასუხის მგებელი აქ მარინია. ეს ორი დღეა შეგულებაში ვიპოვებ. მაშა სადამე უას მეუბნები არა? დია. დიდი მადლობელი გახავთ. დიდი მადლობელი. აჰა, შილო. მამა დავსწრებოზე გამოცდები როდის იწყება? გამოცდები შილო? იანვარში დაიწყო. ძალიან გამახარე შილო, ძალიან. ჩემზე კი ხარ ალბათ გულდაწყვეტილი, ხომ? გულდაწყვეტილი? რატო მამა? ხშირად ვერ გნახულობ. რა ვქნა შილო? საქმე არ მიშვებს. ახლა კიდევ კულტურის სახის მშენებლობა დაიწყება და? დაიწყება? ო, პროექტი გუმზადყოფილი. რა რას ამბობენ? კარგი პროექტიაო. პროექტი. ელბიტა სიგდირის ამბავი თუ არ აურდაურია მაწილმა. აი გამარჯობა, თქვენი გოგოებო, აი გამარჯობა. გამარჯობა. ვინა ის ახლა მართალი? ხო. ვინურჩია ჭიჭინა ფერმაში წამოსვა. ვინურჩია? რა იყო ბიძეკირილა რა ამბა? ნახეთ. ჭიჭინა ხასმებმა დიდ გზაზე გამოიყვანეს. ჭიჭინა? მისი სურათი საბჭოთა კავშირის საუკეთესო ჟურნალშია გადაიზრდა. ეს პროექტია. იდეთამა, სახშია? სოთას თანახმად საპროექტო ბიუროს შევია. იქ გავიგე რომ? არა, საფრთხეგონია. ადამიანმა ამდენი ისრომა. ასეთ შესაძლებელი პროექტი შექმნა და მისი განხორციელება სპას მიანდო. კიდევ რაც ვერ. შენ თვითონ რატომ არ მიდიხარ პროექტი? რატომ არ მიდიხარ ნაგობარში? მე არ მისმის შენი მოქმედებაში. მე ასე მიმაჩნია საჭიროდ. მე კი ვიცი რატომაც არ მიდიხარ. მაინც რატომ? ამასთან შეკვადრა წერიდები. არ მესმის რაზე ლაბარაკობ. ამაზე ლაბარაკობ, შეხედე. ეს ხომ მარინეს სურათია. შოთა. შეხედე რა კარგად არის გადაღებული. არ მაინტერესებს. მართალს მეუბნები? მაინც რა თუნდა მაინტერესებდეს გათხოვილი ქალის ამბავი ან და მისი სურათი. შენ არ გითხოვს შემთხვევით რომ მარინა გათხოვდა? მე კიდე რა კიდე? ის რომ დედის თავს არაფერი გამოებარება. მე კი გეუბნებით რომ ის ქალი ჩემთვის აღარ არსებობს. დავიწყებულია. ფიფსინ წავს ბოლო მაგვირებს. მაინც გადაინახე შენ ეს ბოლო. მასზე ვინც დავიწყებულია, ასე აღელვებით არ ლაპარაკობ. ჰა. ესე იგი თქვენ ფიქრობთ რომ ის ქალი ჯერ კიდევ მიყვარს? გაურბივარ მასთან შეხვედრას. მივდივარ ნაგომარში და მიმაქვს პროექტი. გარდა საგეგმო მოცემულობისა, რაც დაამტკიცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პროექტში ჩემს მიერ დამატებულია ღია თაღოვანი კოლონადა, რაც უქმნის შენობას მარჯვენა და მარცხენა ფრთებს და ძირითად ნაგებობასთან მისასვლელ ხურდონერს. როგორც იცით, შენობის სიმეტრიის ღერძზე, მოედნის ცენტრში დაიძმება ლენინის მონუმენტი. რა დაჯდება ჩვენი კულტურის სახე? საპროექტო ღირებულება შეადგენს 3 მილიონ მანქანას. ხოსტა სადიქნება ბიჭია, ხოსტა. ხოსტა გასაზრული არა. მე რა მოხდა? ჩამოვიდა და გესმიდი თბილისში. შოთა ჩამოვიდა? სინსილამ უნდა გაწოდოს ყველა მამაკაცი. მე რას მეჭი? შენ არაფერს, მაგრამ ის გოგო მეწოდება. კიდევ უყვარს ის არქიტექტორი. მე კი ნამდვილად იცი, შოთას ჭიჭინა უყვარს. აი, რა დაუვარდა მანქანაში. შეხედე? ჭიჭინას სურათი. აბა? უნდა ნახო, აუცილებლად უნდა ნახო. ის არაფერს შუაში. მე ვარ ყველაფერში დამნაშე. უკვე 3 საათია მატარებელი 6 ვეგარი. ახლა თუ არა, სხვა დროს თალინაშევდან ერთმანე. იცოდე შოთას ჩამოსვლის შესახებ არაფერი წამოხდეს, თორემ არ წამოყოლა ხო? ვიტიკო, გამარჯობა. სოფელში მალე დაბრუნდები? ახლა მივდივარ სადგურზე, არქი. არქივი მიდის თურმე თბილისში. კლიავა, მოდი ბიჭიკოს გავყვები. რაღაც ირმას ჩამესატანი ბებიასაც ნახავ და ამ საღამოს დავბრუნდი. დადი ჭირიჭინა, დადი. ამაღამათი დარჩი თუ გინდა. შენ საქმეს მე დავაჭირე. წამოდი.
მეგობარო, მარინე ფერაძესაც ვერ ვიმასწავლით. ვიცი სახლი ვიდან ის პატივცემულო, მაგრამ ახლა ვერ ნახავთ მას. მანდალინის პლანტაცია გექნება. ვერ ვიმასწავლით მანდალინის პლანტაციას. როგორ არა? აგერ ასლუოლ ფეხით დაბიტია. კაპდაგებით ასე პირდა. როგორც კი გაივლით ხიდს, მოუხმეთ მას. მერე გაივლით 1 კილომეტრს, შეხვდება დიდი მუხა. მოუხმეთ მასხრი. მერე შეხვდება დაღმართი. აივლით ამაღლარს, ჩაივლით დაღმართს. მერე გაივლით ასე 2 კილომეტრს და ის ყველა მიგასწავლის პლანტაცია. თუმცა მე წიკლივდი ვარ და წამოყვეთ. ორჯერ მარინე, შეგითხულობ ეს ქისიდან არის. კიდევ კორესპონდენტია? უფრო დიდი კაცი უნდა იყოს. ობდან გაიცანი. სოციალისტური შრომის გმირი, მარინე გიორგის-ასული ფერაძე. თქვენ ბრძანდებით მარინე გიორგის-ასული ფერაძე. დიახ, რით შემიძლია გემსახურა? მე მოვედი თქვენს შესაძლებლად. ერთხელ უკვე ჩემთან რადიო კომიტეტიდან იყო. არა, ჩვენ რადიო კომიტეტიდან არა. ხო, ჩვენი კოლმეურნეობა წელს სარეკორდო მოსავალს მიიღებს. ჩემი გამოცდილება მე მინდა გაუზიარო. ბოდიში. თქვენი სიტყვის კი არა, თქვენი სიმღერის ჩაწერა მინდა. ჩემი სიმღერა. მე ხომ ისი არ უმღერი რომ ჩავწერო. ნუ მოწყობ, თქვენ ძალიან სასიამოვნოა მაგას. არა პატივცემულო, თქვენ ცდებ. არ გამაგონოთ. მე თქვენ ერთხელ მოგისმინეთ. აუცილებლად უნდა იმღერ. აქ მგონი ისევ რაღაც გაუგებრობა. არავით არ გაუგებრობა. გონი თქვენ თვითონ ჩამაწერინეთ. მარინე გიორგის-ასული ფერაძე. სოფელი ნაგომარი. რაღაც შერქმეული სახელის კი მითხარით, არ მახსოვს. ალია თუ ხარაბუზა. არავით არ იკალი, არავით არ ხარაბუზა. ჭრიჭინა პატივცემულო. სწორედ რომ ჭრიჭინა, დიახ, ჭრიჭინა. თქვენ კი გაუგებრობა გეგონათ. აბა მოიგონეთ. აბადელი დელა, აბადელი დელა. სწორედ გაუგებრობა. თქვენ ეთით ჩემს ამხანაკს. ისიც მარინე გიორგის-ასული ფერაძე გახლა. აი ეს გახლავთ მარინე ფერაძე. თქვენ ახართ ჭრიჭინა. მართლაც რომ სასიყვარულო სახელი შეურქმევიათ. დიახ, მე გახლავთ მარინე ფერაძე. დიდად სასიამოვნო დიდად. მე მოვედი თქვენს შესაწერად. ჩემს შესაწერად? დიახ. არ შეიძლება ხვალისთვის გადადო. ის რის გაკეთებაც შეიძლება დღეს ხვალისათვის არასდროს არ უნდა გადასცო. დიმიტრი, მომზადეთ შესაწერად. უნდა ვთქვა, მომზადებლად ასე უეცრა. არაფერი. ილაპარაკე უბრალოდ. ჩვენი ფერმის შესახებ, შენი მუშაობის გარშემო. მოდი ვეთქვი იმას, რასაც ხარ ჟურნალაგანების კორესპონდენტი. ძალიან კარგი. ოდიში, მე მინდა ჩავწერო თქვენი. ვიცი პატივცემულო. თქვენ კი ამბობთ ხვალისათვის გადავდოთ. შეიძლება დაიწყო. დიახ. სოფელ ნაგომარის ლენინის სახელობის კოლმეურნეობის მეფრინველეობის ფერმაში მუშაობა დაიწყე ამ დღეს. ოდიში, თქვენი სიტყვის კი არა, თქვენი სიმღერის ჩაწერა გინდა. ჩემი სიმღერი? დიახ. ვის რას უნდა ჩემი სიმღერა? ჩვენ რესპუბლიკური ოლიმპიადისათვის ემზადებით. ხმები უნდა შევარჩიოთ. თქვენ ალბათ თბილისში მოგიხდებათ წამოს. თბილისში? დიახ. არა, მე ვერსად ვერ წამოვალ, ვერსად. ერთ კვირაში ინკუბატორში წიწილები გამოიჩეკებიან. იმათ ხომ მოვაჭირდებათ. ყველგან ამდენი საქმეა. სიმღერისთვის შეიძლება რომ მოვაწვი. მას თქვენი საზრით სიმღერა საჭირო არ ყოფილა. რა ვიცი, როცა მღეროდი? ყველა იმას მეუბნებოდა, რატომ მღერი და არ მუშაობოდა. ახლა კი არა, ჩემო კარგო. შრომა უსიმღეროთ ისევე არ ვარ და როგორც სიმღერა უშრომოთ. უნდა იმღეროთ. არა, ვერ ვიმღერებ პატივცემულო. არა. ხო. ვერ ვიმღერებ, არ შემიძლია. არ შემიძლია პატივცემულო. ამშვიდით დაწნათ. არ შემიძლია. დაგელოდები. ჭრიჭინა გიჩქოს აქვიანდება უნდა წახვიდე როგორ. კი, მაგრამ ეს რა სიტყვის? არაფერია, მიაუხდი შენ წამს. ეს როგორ? წავიდა? დიახ პატივცემულო, სახლში წავიდა. იცი ძალიან ღელავდა. ის ახლა ვერც კი ჩასწერდა ვერაფერს. მართლაც რომ ღელავდა. პატივცემულო, იქნება ჯობდეს თავისთან ჩასწეროთ სახლში. კარგი აზრია. რა სიტყვით ამხანაგო დავით? ჩვენი კულტურის სახლს რაიონში სახლი ვერ აჯობებს. თქვენ საწყენად არ მიიღო და მე მგონი მეზობელ კოლმეურნეობაში უკეთეს სახლს აშენებენ. ნათქვამია უკეთესი არ დაილევაო. ვიცნობ იმათ პროექტს. არჩილ, მოდი ნახე რა პროექტი ჩამოგვიტანა ჩვენმა არქიტექტორმა. გაიცადით,
ჩემი მოადგილე, კოლმეურნეობის უფროსი აგრონომი. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. ეს კი ჩვენი ბრიგადირი, სოციალისტური შრომის გმირი, მარინე გიორგი სასული ფერადი. მარინე გიორგი სასული ფერაძე? დიახ, ჩემი მეუღლეა. თქვენი მეუღლე? დიახ. აი. რა გაგიკვი? მე კი მეგონა რომ ხოლმე ვიდია რა ცუდია რომ საერთოდ ცხოვრობს ორი მარინე, ორივე გიორგი სასული და ორივე ფერაძე. პირიქით მეგობარო, ეს ძალიან კარგია რომ ამ სოფელში ცხოვრობს ორი მარინე, ორივე გიორგი სასული და ორივე ფერაძე. ამხანაგო გიორგი. იოდ ჩვენი არქიტექტორი რაღაც მიცნეული კაცი. გიორგი, შენი არ იქნება, შენივე მანქანით, შენივე ქალიშვილი რომ მომტაცო? მართალი გითხრა, მაწვიდი არ დაიწუნება. ვინ იყო? მე მგონია თვითონ ხაჯი იჯდა საჯესთან. დიდი გასოლოძები. ახი დაბრუნდი ბებია? ეს თვითონ შემოვიდნენ რაღაც მითები მაქვს. არა, არ გაგიშლე. კარგია რომ მოყვედი, დღეს სტუმარი გვეყოლე. ის ახალგაზრდა არქიტექტორი. მოდიში, თქვენ ხომ არის ის არის მარინე ფერაძე? მარინე? დიახ. თქვენ შუთა მარინე სუთია დავიდა. წავიდა? დიახ. სოფელში დავიდა. თქვენ მას სახში ნახავთ. სახში ნახავთ? დიახ. დადი. მადლობ. დამიშველება. როგორ უნდა შევხვდე? უკვე კიდე ერთი ამოდის. მე გული როგორ მიწევ? გავიქცე? არა. რაც იქნება. დავხუჭავ თავს და ვეთყვი. გთხოვთ მაბადიოთ ჩემი საქმე. გაპატიებთ ხოლმე მაშინ თუ იმღერებთ. გეგონათ ვერ გიპოვიდით. უნდა ვიმღერო? დიახ. კარგი, ვიმღერებ. ხოლმე რაც შეიძლება ჩქარა. ძალიან კარგი. მაგრამ სიმღერის ჩაწერის დროს აჩქარება არ გამოგვარდება. დიმიტრი მარინე. თქვენ მოჰკალი ძე. მე არ ვიცი რა მოჰკალი. ქორი არწივი ძერა, მაგრამ მარინე.
მარინე, მოვედი შენ სასაყვანად. ჩემ დასაყვანად? დიახ. არა, შუთა მე დღეს ვერ დამოვა. ხვალ? ვერ ხვალ. მაშ როდის მარინე? როდის? ზეგ გეტყვი როდის? ზეგ?